ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ საქართველოში ვიზიტისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ოფიციალურ სტუმარს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების 6 მილიარდიანი ინვესტიცია საქართველოში სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პატივი, რომ პირადად მიწევს თქვენთან შეხვედრა. როგორც ისიც, ჩვენ ვახორციელებთ 6 მილიარდიან ინვესტიცია საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატო მზადყოფნას დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმაროთ თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისთვის. ამიტომ გამოვხატავ მზაობას კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის. საქართველოში პირველად ჩამოსულ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლეს, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე გაფართოებულ ფორმატში ისაუბრეს. დღეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე ჩვენთვის. ჩვენ პირველად მასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პატივი. თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ გაქვთ ინტერესი, მასპინძლობელი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენს ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკური თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი. ჩვენს ქვეყანაში არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს და მათ აქვთ ყველანაირი პირობა შექმნილი. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას, სიტუაციის და არის კომპანიის მიერ და მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი ბურთის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ ასეთი ინიციატივები მომავალში იქნება კიდევ უფრო მეტი. თქვენი ვიზიტი ფარს საფუძველს ჩაუყრის ჩვენ შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს ჩამოგზავნებისათვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი აბუ-დაბის შემდეგ უკვე თბილისში დაადასტურა და პრიორიტეტული მიმართულებებით დაასახელა. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. მომავალში ამას დაადასტურებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომლებიც პრიორიტეტულია ორივე ქვეყნისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროები ხელშეუწყობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განვითარებას, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ჩვენ ქვეყანას აქვს სწორხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობების მიმართულებით. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებთ საქართველოს და ქართულ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას.
$6 მილიარდი, რომელიც საქართველოში საამიროებიდან შემოვა და ორ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება. შეთანხმებები ეკონომიკის მინისტრმა და Eagle Hills ჯგუფის წარმომადგენელმა ოფიციალურ ცერემონიაზე გაცვალეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ასევე სტუმრობდა ემარის დამფუძნებელი, რომელიც არის ისტორიული ინვესტორი ჩვენი ქვეყნისთვის 6.5 მილიარდი ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია, რაც ჩვენ ქვეყანაში განხორციელებულა. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი და საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი. ბოლო პერიოდში საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობები ვითარდება საკმაოდ მაღალი დინამიკით. ჩვენ ვხედავთ თუ რამდენი ინტერესი არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. დღევანდელი შეხვედრა იყო საუკეთესო შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ გვემშელა, გვესაუბრა ჩვენს ურთიერთობებზე, იმ პოტენციალზე, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის. ეს ვიზიტი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მხრიდან არის ნამდვილად უდიდესი პატივისცემის გამოხატულება და სურვილის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიულს უწოდებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. პირველად მქონდა პატივი თბილისში მემასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისათვის. მისი უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანისათვის. ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით. განვიხილეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები და განვამტკიცეთ ჩვენი საერთო ერთგულება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს ისტორიული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას და ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს. ვიზიტი, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება უნდა მოყვეს, დასრულებულია. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანმა თბილისი დელეგაციასთან ერთად უკვე დატოვა.